ეხლა თუ ნორმალური ადამიანი ხარ, ეგ უნდა გეფიქრე ეს. შენ აი ფიქრე მე. დამანებე თავი, ელენე მითხარი, ყველაფერი პირდაპირ მითხარი მირჩევნი ეს მაშინებს ეს რაღაცა გამოცანები. ლაშა. ელენე. ჭიპია. რასნიშნავს ჭიპი აღარ მაქვს, აბა რა მაქვს? აბა რა მაქვს ჭიპი თუ აღარ მაქვს? ლაშა ბიძია, მინდორივით გაქვს. მითხარით რომ მეხუმრებით კაცო რა ჭიპი აღარ მაქვს. რა მოცელი? ჭი აუ დავიღუპე რა, კარგი, ლაშა დაწნარდი, ნუ ნერვიულობ. ოპერაციას, პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებ და ახალი ჭიპიც გექნება. კი, თან ეხლა მაგარი ჭიპის მოდელები გამოვიდა და მაშინ იცი. ჭიპი არა აქვს. ხო, ლაშა, ან დროებით ხილი მიიმაგრე. ხო, არა, მე ძალიან მალე ცნობილი მომღერალი გავხდები და დაგეხმარები ფულს მოგცემ ოპერაციისთვის. ასე დღეში ვარ თეკლა და ესე უნდა ეხუბრო მეგობარს, ესე დღეში უნდა ჩამაგდო, ა? ლაშა, მე შენთან მეგობრობა უკვე აღარ მინდა. მე შენში ყოველთვის ჭიპს ვაფასებ. არ მინდა ესეთი მუცელი არ მინდა, ჩემი ჭიპი მინდა. კარგი, დამშვიდე, ეხლა იცი რა ხენი, ერთი ყური მოიჭერი. ხო და იმ ჭიპის ადგილზე გადაიტანე რა, ხო ხტები? და ზევითაც კარგად გაიგებ ქვევითაც და თან ამ ხელა ფახტი ხარ და ცოტა შეავსე რა რაღაცით რა, ხო ხტები, გადაიტანე რა მოიტანე ესე რა. ელენე, გეხვეწები, შენ მაინც მითხარი რამე დამამშვიდებელი რა. ლაშა, დაგამშვიდო კი არა, უნდა გაგაფრთხილო ლაშა. მოკლე მაისურებით აღარ იარო, თორე ორივე მხრიდან წელი გამოგიჩინა. მართალია, ლაშა, ან თუ ძალიან მოკლე მაისურებით იმრიხო, რაც შეიძლება ტრუსები მაღლა აიწიეს კერდამდე. ხო, ანუ იმაზე მაღლა ვიდრე გაგხოლმე რა, ხო ხტები? ხო. პატარაო. ან ლაშა ბიძა, მეკობრეებს შეუკეთიათ ხოლმე, თვალი რო აქვს დახვეული, მაგით აიხვიე ღიდი. მე გავარეთი ცოტი უნდა გავიდა. ჭიპი არა. მაგარი. კარგი, ლაშა, დაწნარდი, შენ ამათ ნუსმ. კარგია უჭიპობა, კარგი. აი, ლაშა, ზაფხულში ჩახვალ ზღვაზე, გაივლი პლაჟზე და ყველა შენთან ერთად გადაიღებ სურათს. როგორც უჭიპოსთან, ლაშა. რა, მე თან ფულს გააკეთებ. ხო, მართალია, ლაშა, კიდე